როგორც კი ინათა, მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, წიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს და შეკრეს იესო. წაიყვანეს და პილატეს გადასცეს. პილატემ ჰკითხა მას: შენ ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან პასუხად უთხრა: შენა. მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას. პილატე კი კვლავ ეკითხებოდა: არაფერს უპასუხებ. ხედავ რამდენს გაბრალებენ. მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს. დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, რომელსაც თხოვდნენ. ხოლო იყო ვიღაც ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას კვლელობა ჩაედინათ. ავიდა ხალხი და დაუწყო თხოვნა იმისა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. პილატემ კი მიუგო პასუხად: გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე? ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი. მაგრამ მღვდელმთავრებმა აღძრეს ხალხი, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. ხოლო პილატემ კვლავ უთხრა პასუხად: რაღა მოყვას ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდეთ? მათ კვლავ იყვირეს. ხოლო პილატემ უთხრა მათ: რა ბოროტება ჩაიდინე? მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ. მაშინ პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლყვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარცმულიყო. ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში, და შეკრიბეს მთელი რაზმი. შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინით. დაუწყეს მას მისალმება. გიხსნოდეს იუდეველთა მეფე. ერწამს სცემდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს. როცა დასცინეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და გამოიყვანეს, რომ ჯვარზე ეცვათ. აიძულეს ვიღაც გამლევს, სიმონ კვირინელს, ალექსანდრესი და რუფუსის მამას, რომელიც ყანიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი. მიიყვანეს იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. მიაწოდეს მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით, ვის რა ერგებოდა. მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი. იყო წარწერილი წარწერა მის ბრალდებისა, მეფე იუდეველთა. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: ავაზაკთა შორის შეირაცხა. გამვლელები კი თავებს იქნებდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან. ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან ერთად დასცინოდნენ და ერთმანეს ეუბნებოდნენ: სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა-კი არ შეუძლია. ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ.
მასთან ჯვარცმულები ძლანძღავდნენ მას.